მაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squeltanetan mamaqla daidzaxe Turbo savrebo tsi ტურბოზავრები სენსაცია ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს რომელიც დინოზავრს გავდა რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ. თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. ო. კატა, მოდი უფროსებს უთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებდი. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ო, ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. გინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა რისგან გამაკეთებთ. რა თქმა უნდა ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატა, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო წინ!
როგორც მოდელი მეც სარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. დღეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეგობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. ბებია, წავიდეთ, სოკო დავკრფოთ. კენკრაც. უჩემოდ წადით. დღეს ბოსტანში ვიმუშავე და დავიღალე. აი, იპოლიტიც წამოვა თქვენთან ერთად. ბეჭა, მოდი ჩვენ სოფელში სოკოსა და კენკრის მოტანის სერვისი შევქმნათ. ბევრს ხომ მათ დასაკრეფად ტყეში წასვლის დრო არ აქვს. მართალია და ამაში ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. მათთან გავიქცეთ. მართალია, ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ერთად ვართ. ხომ ასეა, მეგობრებო? მაშინ ყველანი სოკოსა და კენკრის დასაკრეფად წავიდეთ. რა მაგარია, აქ იმდენია მთელ ქალაქს ეყოფა. მეც ვიპოვე გემრიელი სოკო. სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს საშუალებას. ჯერ ერთი ზერ, შხამ სოკო არ იჭმევა. მეორეც განძის შესანახის აწყობი უნდა ავაშენოთ. მართალი ხარ, ბუ? ოღონ ჯერ მშენებლობის გეგმა შევადგინოთ. აქ კონვეირი იქნება, აქ შეფუთვა მოხდება, აქ კი დატვირთვა. ყველაფერი გაიგეთ? გავიგეთ. მშენებლობისთვის დაგჭირდება მორები, ქვები და ნაძვის ტოტები. მე და ტრაკი ფუნდამენტს გავაკეთებთ. თორი და ანკი კედლებს და სახურავს მიხედავენ. ტურბოზავრებო, წინ! ჩვენ კი აქ სოკოს ვუდარაჯებთ. თორემ შეიძლება ვინმე შეჭამოს. კარგი საწყობი გამოვიდა, საიმედო. ახლა შეგვიძლია შეფუთვას მივხედოთ, შემდეგ კი მიტანას. სოფლამდე როგორ მივიტანთ? ეს უკვე ზერმა და დომ უნდა გააკეთონ. ბევრს ნოდადებთ, თორემ მძიმე იქნება. რა საჭიროა ამდენი? რას შვრებით? როგორ არ გცხვენია ზერ?
კალათები ბოლომდე უნდა გაივსოს. კარგი. ვნახოთ, ვინ მივა სოფელში პირველი და ვინ დაარიგებს კალათებს. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო. როგორც ჩანს, დო ძალიან ჩამომრჩა. შემიძლია დავისვენო და შევჭამო. რა მოხდა ზერ? დახმარება გჭირდება? მე ვამოწმებ სოკო იჭმევა თუ არა, იქნებ შხამსოკოა. შენ თვითონ ხარ შხამსოკო. შხამსოკო წითელია და თეთრი კოპლები აქვს. დამეწიე. სულ ას არ ჩამომრჩენია. დამელოდე. სიურპრიზი ტყიდან. აქ ხომ სოკოა, კენკრა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. გმადლობთ. მოშორდით, წადით. მაგვიანდება. ესეც ასე. სასაულია, ნამდვილი სოკოს წვიმა. ეს სასაული კი არა, ტყის ძღვენის სწრაფი და საიმედო მოტანაა თქვენს სახლში. ისი ამოვნეთ, მე კი სახლში მეჩქარება. მადლობა დო, მინდოდა შენთვის გამესწროდა, აი, რა მოხდა? მეც მიყვარს სისწრაფე, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ ზერ. ჯობია არ იჩქარო და ყველაფერი სწორად და ფრთხილად გააკეთო. ახლა კი სახლში წავიდეთ. რამდენი ხანია არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექა-ქუხილია. ბეჭა, გაჭა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკნიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოცანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოზავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან.
აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს დაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლდები. გმადლობ, კატია. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველა საფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი. მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედი, არ ინერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ. სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ.
განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. ზეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. ბეჭა. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ, ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასტრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამე აკავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მორჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო, ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა, გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ, მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კატა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქაკუხილი, ელღა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხეა წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ, წვიმა რომ დაიწყო, დაიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჭიქაკუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. ტურბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. ტურბოზავრებო, წინ!
ჯერ კიდევ ვსწინავთ. აი რა ხდება, როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს ჩავუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რას აკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო წინ, თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ, მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ, ხიდის დაზიანებული საყრდენები შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალივითაა. კიდევ 100 წელი იდგება. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.